ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმური მინისტრის ცხოვრება დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში დეფილეს დაემსგავსა. ეს კვირა მაკაბოჭორიშვილის ჩაცმულობამ სოციალური ქსელი ააფეთქა. ბარბერი, ფერაგანო, ბოტეგა ვენეტა, არმანი, მაქს მარა, ნინა რიჩი, იվ სენ ლორანი. მსოფლიო დიზაინერების ეს ქმნილებები ერთი მინისტრის გარდერობშია. ქვეყანაში, სადაც სოციალურ შემწეობას 700,000 ადამიანი იღებს. ქვეყანაში, სადაც სიდუხჭირის გამო მხოლოდ გასულ წელს ემიგრაციაში 245,000 ადამიანი წავიდა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, მხოლოდ ქართული ოცნების ჩინოვნიკები მდიდრდებიან. დავუპირველიდან ვარ თქვენთან გვაქვს კითხვები თქვენს უეცარ გამდიდრებასთან დაკავშირებით. აი მაგალითად ბოლო 2 წლის განმავლობაში მილიონი ლარის ქონება შეიძლება. ეს ქართული ოცნების არაღიარებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრია. მაკაბოჭორიშვილი იმ ჩინოვნიკებს შორისაა, ვინც 10,000-ობით ლარის ღირებულების მსოფლიო დიზაინერების სამოს ყიდულობს. რა მოსწონს მინისტრს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ როდესაც სამოსის ღირებულება და ჩინოვნიკის ხელფასი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის, ჩვენ ვარკვევთ, საიდან ამდენი ფული საჯარო მოხელეს. ბოტეგა ვენეტას ეს პიჯაკი მაკაბოჭორიშვილს უნგრელ მინისტრთან შეხვედრაზე აცვია. იდეალიური ბრენდის ამ ქმნილების ღირებულება 1799 ევროა. ახლა ახალი კოლექციის ფონზე ფასი განახევრებულია, თუმცა ვიდეო და ფოტომასალის შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ ბოჭორიშვილმა ცნობილი მოდის სახლის სამოსი კოლექციის გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე ფასტეკლებამდე ბევრად ადრე შეიძინა. სოციალურ ქსელში ლუქს კლასის პიჯაკში გადაღებული ფოტო 2023 წლის 30 ნოემბრით თარიღდება, რაც ნიშნავს იმას, რომ დეპუტატმა სამოსი გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე იყიდა და დაახლოებით 5,325 ლარი გადაიხადა. ეს წითელი ფერის პიჯაკი ფერაგამოს მოდის სახლმა შეკერა. ღირებულება 2,466 დოლარი. 6,900 ლარი ბოჭორიშვილმა მხოლოდ ერთ პიჯაკში მაშინ გადაიხადა, როდესაც მისი ხელფასი პარლამენტში დეპუტატის თანამდებობაზე 4,454 ლარი იყო. სავარაუდოდ დეპუტატობისას შეიძინა იվ სენ ლორანის ეს ლურჯი პიჯაკიც, რომლის ღირებულებაც 6,725 ლარია. რითი იყით ხომ რიგითი შემოკარგო შეხედე არ არის ამ ღირებულება 625 ევრო. ჩემი საქმეა. ფეიკი გაცვიათ ხალდომაკა? ფეიკი რატოა? აბა 625 დოლარია. ძალიან გასანათლებელი ხარ და გამიშვები ხომ განათლებული ხარ ხალდომაკა? გეკითხებით მილიონის ქონება როგორ შეიძინეთ? შაბათის ეთერის ეს რეპორტაჟი ოლიგარქის არაღიარებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის გემოვნებას არ ეხება. არც იმას, ითვალისწინებს თუ არა მოდის ტენდენციებს მაკაბოჭორიშვილი. ჩვენი კითხვები მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაწეულ ხარჯებს უკავშირდება. გვაინტერესებს, რა სახსრებით შეძლო ძვირადღირებული ტანის სამოსისა და უძრავი ქონების შეძენა ქალმა, რომელმაც წლები საჯარო სამსახურში გაატარა. კითხვებმა გააღიზიანა. ამტკიცებს, რომ ბრენდული ნივთების შეძენაში ბევრად ნაკლებს ხარჯავს. არადა სულ სხვაზე მიუთითებს ლუქს ბრენდების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია. აი მაგალითად, ემპერიო არმანის ამ პიჯაკის ღირებულება 895 დოლარია, ან დაახლოებით 2,500 ლარი. ნინა რიჩის კაბაკი, რომელიც მაკაბოჭორიშვილს 2023 წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში ვიზიტისას აცვია 1,280 დოლარი, ანუ დაახლოებით 3,584 ლარი ღირს. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად წარდგენისას ოცნების ოფისში ბოჭორიშვილი ალტო ზარას 4,700 ლარის ღირებულების ცისფერი ორეულით მივიდა. მის მდიდრულ კოლექციაშია მაქს მარას და ფინკოს ბრენდის პიჯაკებიც.
არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხთან შეხვედრაზე კი ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიქტორია ბექჰემის კაპით მივიდა. ამ კაპის ღირებულება 570 ევროა. ვიქტორია ბექჰემის 850 ევროს ღირებულების პიჯაკი ეცვა ბოჭორიშვილს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრაზე. მაშინ როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ ამბავი მისი ძვირადღირებული ტანსაცმლის და აქსესუარების შესახებ ტყუილია, ხელთ ივ სენ ლორანის $1899 ჩანთა ეკავა. ჩახედე დეკლარაციას და ნახავ. ბეში რამდენს ჩახედე დეკლარაციას ნახავ გაქირავებულ სახლს. დიღომში ერთი წარმომისმენე ჩემი ხელით აშენებულს, ჩემს სახლს, რომელიც გაქირავებულია და ეს არ არის თქვენი საქმე, ჩემი სახლიდან აღებულ ქირას მე კრედიტში გადავიხდი, ტანსაცმელს ვიყიდი, თუ ჩემ დიშვილებს მოვახმარ. ეგ უკვე თქვენი საქმე არ. საჯარო მოხელის შემოსავლების და გასავლების დეკლარირებას ექვემდებარება. ამას ითხოვს კანონი. მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაციებში, რომელიც ჩაკეტვამდე იძებნებოდა, არსად წერია შოპინგში დახარჯული დიდი ფულის წარმომავლობა. ბოჭორიშვილი ქონების დაგროვებას 2019 წლიდან იწყებს, როდესაც ქართულ ოცნებაში მოხვდა. პირველი საცხოვრებელი 58 კვადრატული მეტრი ბინა თახნიშვილის ქუჩაზე ჩინოვნიკმა 2019 წელს იყიდა და მაშინდელი კურსით 266,000 ლარი გადაიხადა. ბოლო 2 წელიწადში კი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა უძრავი ქონების შესაძენად 721,000 ლარი დახარჯა. მის საკუთრებაში 109 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი ბერაზე ახლად აშენებულ კორპუსში, რომელშიც 2024 წლის 14 მაისს $180,000 გადაიხადა. 2022 წლის 17 თებერვალს იყიდა 1500 კვადრატული მეტრი მიწა წავკისში. სწორად მივდივართ რუკის მიხედვით წავკისში ეს მიწა ეკუთვნის მაკა ბოჭორიშვილს. როგორც ჩანს, ბოჭორიშვილი აქ მდიდარი ქართველების დასახლებაში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. ბოჭორიშვილს ვკითხეთ, როგორ დააგროვა $1,000,000-ზე მეტი საჯარო მოხელის ხელფასით. მილიონის ქონება როგორ შეიძინეთ? თქვენ ხომ 4,000 ლარის კრედიტს ვაკვირდები კარგად ნახეთ, ჩემ დეკლარაციაში წერია დეკლარაციები ამდო დამალე ხალხმა და რომელი დეკლარაცია და აი ეხლა რომ ჩაკეტა ბიურომ და აღარ იხსნება შემიძლია ყველაფერი გაჩვენა დეკლარაცია, ამიტომ დამალეთ რომ ქონება გადმოგება. შეგიძლიათ ნახოთ ყველა დეკლარაციას თქვენ 4,000 შეგიძლიათ ნახოთ რიგითი საჯარო მოხდა ჩემს დეკლარაციაში წერია ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ თუ თვლაიცით დათვლით მილიონს როგორ ჩახედეთ დეკლარაციას. ბატონი ბიძინა პირადი ჯიბიდან მომისმენთ განცვალე. მომისმენთ მე ამ ქვეყანაში დავიბადე, ამ ქვეყანაში გავიზარდე, ყველამ ძალიან კარგად იცის რა მაქვს, რა მქონდა. შეგიძლიათ ჩახედოთ, რომელიც ახლა ოჯახის საკუთრება, თქვენი ოჯახის. შეგიძლიათ სხვა ქონება თქვენ არ გაგაჩნდათ ქალბატონმა. ახლა ძალიან ქონება. საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი მიგვითითებს საჯარო წყაროებიდან გააქრეს. 2024 წლის 29 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანტიკორუფციულმა ბიურომ ბეგვერდი, სადაც დეკლარაციები იძებნებოდა, დახურა. საჯარო რეესტრის მონაცემებით მაკა ბოჭორიშვილის მფლობელობაში არსებული 5 ოძრავი ქონებიდან 2-ს მართლაც ბანკის იპოთეკა ადევს, თუმცა ჩვენთვის უცნობია რამდენია თანხა, რომელსაც ჩინოვნიკი სესხში იხდის. ჩვენი კითხვები ახლა ანტიკორუფციული ბიუროსკენაა მიმართული, რომელმაც უნდა გვითხრას, მისი ბრძანებით გააქროს საჯარო ინფორმაცია, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების საკუთრებაში არსებულ ქონებას, შემოსავალს და გასავალს ასახავს. ანტიკორუფციული ბიუროს გვერდი რატომ ჩაკეტეთ ბატონო რაჟდენ? არ არის ჩაკეტილი, ეს არის ტექნიკური ხარვეზი. რამდენი ხანი ბატონო რაჟდენ? რომელიც გამოსწორდა. არჩევნების შემდეგ გვერდი არ მუშაობს და არ არის სიცრუე არ არის. სად შემიძლია ვნახო საჯარო მოხელის დეკლარაცია? დეკლარაციები არის ხელმისაწვდომი კანონით არის ეს განსაზღვრული და ასევე საიტზე განთავსებული ინფორმაციას თუ რაიმე ხარვეზი აქვს გამოსწორდება. სად ვნახოთ მაგალითად მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია, რომლის ქონებაც bis გადამოწმებაც მინდა. მითხარით, სად არის? ანტიკორუფციული ბიუროს საიტი ბატონო რაჟდენ, ერთი წუთით გიხსნით, ეს ვიცი ძალიან კარგად რომ დამყოლება არის.
დაბრკოლება. რამდენი ხანი ბატონო რა? რაც დაჭირდება გამოკეთებას. აიტიშნიკები არ გყავთ? გამოკეთებას. აიტიშნიკები არ გყავთ? რა ხებს მის რომ სად ჟურნალისტი ხართ? ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი რატომ უწყობთ ხელს ქართულ ჩინოვნიკებს რომ დამავალ ქონებები? ჟურნალისტი არ ხარ. თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობასა და დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმებაზე ბატონი რაჟდენია პასუხისმგებელი. ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს, ასახავს თუ არა ჩინოვნიკის მიერ დოკუმენტებში მითითებული შემოსავალი და ხარჯი რეალობას და თქვას, ხომარ მალავს რომელიმე თანამდებობის პირი ქონებას. ბატონი რაჟდენის უწყებამ დეკლარაციები საერთოდ გააქრო. უკვე რამდენიმე თვეა აღარც ერთი თანამდებობის პირის დეკლარაცია აღარ იძებნება. მიმდინარეობს მისი აღდგენითი სამუშაოები, აღდგება ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს საიტი ფუნქციონირებას. რას გეუბნებიან ბატონო რაჟდენ ტექნიკოსები, რა დრო დაგჭირდებაო? აი ვერ მეუბნებიან ესეთ პროგნოზს. ობახიძის სურვილი იყო რომ საიტი გათიშულიყო, რადგან მედიას აღარ ქონოდა თქვენ ახლა ობახიძის დამცველი. არა, დამცველი არ მე უბრალოდ მოგიწოდებ ეთიკისტი. არა, ესე თქვი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. აი ესე. თქვენ მე ვერ მივიდეთ რა უნდა ვთქვა. ხო და მაშინ თქვენც რომ მივიდეთ. ვის გულისხმობთ კობახიძეს? ირაკლი კობახიძეს. და ვინ არის ირაკლი კობახიძე? თქვენთვის ვინ არის? ჩემთვის არა, მე გეკითხები, თქვენ ვიზე მეკითხები? ირაკლი კობახიძე არ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი. მე მასაც არ ვიცი, მე ვიცნობ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ანუ თქვენთვის მთავარი მიზანი არის რომ ჩემი კობახიძის პრემიერად აღიარება მოიპოვოთ ბატონო რაჟდენ? მე არა, თქვენგან ნამდვილად არ ჭირდება არავის ისა რა ქვია რაღაცის მოპოვება. ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი საცხოვრებელ სახლს ფლობს დიღომშიც, დიდარი ქართველების დასახლებაში. ეს ორსართულიანი სახლი დიდი გალავნით მაკა ბოჭორიშვილის და მისი მეუღლის ჯემალ რამიშვილის საკუთრება. ჯემალ რამიშვილი ავსტრიაში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშედ იყო დასაქმებული. ქონებას ბოჭორიშვილი ახლა არაბ ბიზნესმენზე აქირავებს. თვეში რამდენ სოხდეთ? რატო მე 4 ხარიში. რატო? იმიტომ რომ ის მინისტრია. ეს მაკა არა მე. და რა თქვა? ისი ბიზნესი? სადი ლაბარაკი მე ლაბარაკი რამდენი ქირა, რამდენი ეს რა. სადღაც აქვე მეორე მიწაც აქვს, ხო? მაკა გავეს. ბოლო საჯარო დეკლარაციის მიხედვით, ქერიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა $25,300 შეადგინა, ანუ თვეში ბოჭორიშვილმა $2,000 დამატებითი შემოსავალი მიიღო, თუმცა ამ ფულით მას ძვირადღირებული სამოსიც უნდა ეყიდა. ორი საცხოვრებელი სახლის იპოთეკური სესხიც უნდა გადაეხადა და თავიც ერჩინა. დეკლარაციის მიხედვით მილიონამდე გაქვთ დახარჯული ბოლო დეკლარაციას კრედიტს რატო არ კითხულობთ? რატო იტყვეში რამდენ სიხე? შახეში დეკლარაციას და ნახავ. ივანიშვილი არ გიყირადად. მინისტრი, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან იზოლაციაში მოექცა, ქვეყანას კი ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი გაუჩერა. წლების განმავლობაში ბრიუსელში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იყო. მისი ქალიშვილი ნინა რამიშვილი ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს. შაბათის ეთერს უყვებიან, რომ მაკა ბოჭორიშვილის სახლებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბელგიის დედაქალაქშიც ფლობს. თუმცა ამ კითხვას ის წყობიდან გამოჰყავს. ბრიუსელში სახლი რომ იყიდეთ შულზე რომ რა ვიყიდე? რა გოყირებ? მაჩვენე ბრიუსელში რასაცეთ ბრიუსელში სახლი შეიჭრა. მარტო ყალბი ინფორმაცია. იმის გამო, რომ ბრიუსელში უძრავი ქონების რეესტრზე წვდომა დახურულია, ჩვენ ვერ მივაკვლიეთ დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოჭორიშვილს ან მის ქალიშვილს ბელგიაში ბინა აქვთ შეძენილი. თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოჭორიშვილის ქალიშვილი ბრიუსელში ლილიონ ქიუსის ქუჩის 60 ნომერშია რეგისტრირებული. ეს ბრიუსელის ერთ-ერთი პრესტიჟული უბანია, ევროკავშირის ოფისიდან 2,5 კილომეტრში. აქ ბინები იმდენად ძვირია, რომ მხოლოდ საჯარო მოხელის ხელფასით მისი შეძენა შეუძლებელია.